დაგიბრუნდით. დამიკავშირდით სექსუალურ შავკანიანი ქალბატონები. პრომიაკა. აი, მიწერია შეგა. მართლა. დავიწყეთ? გამარჯობა. როგორ ხართ? თათა დაგვიბრუნდა, როგორც წინა ვიდეოში დავაანონსე, თათა ჩამოვამეთქი და გამოვიწუროთ სახში და დასაკვირველია ყველა წერს კომენტარებში welcome back თათა. და იმისათვის რომ მისი ჩამოსვლა გვენიშნა, რომელი ფილმი უნდა გაგვეხილა თუ არა თათას ერთ-ერთი საყვარელი მსახიობის ტიმოთი შალამის მონაწილეობით ფილმი, მაგრამ თათა გამოაგდეს ამ ფილმიდან, ამიტომ დღეს ამას განვიხილავთ. დაწერთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ, რატომ გამომაგდეს. კარგი, მაშინ დავიწყოთ, ოღონ რით ვიწყებთ ხოლმე სხვა ფილმებს? ალბათ ფინალის რეჟისორი ვამბობდით. ამ ფილმს ყავს რეჟისორი და ცნობილი, გითხარი მე ძალიან ცნობილი. ჩემი ფავორიტი ანდერსონი, პოლ ტომას ანდერსონი. ანდერსონებიდან ნამდვილად ყველას ჯობს. გეტყვით იმას, რომ ეს ფილმი ეფუძნება ნოველას. რაღაც ვერსიებში წერია, რომ ადაპტირებული სცენარი, ანუ ადაპტაცია არის, მაგრამ ადაპტაცია არ არის. ეგ მოვკითხე, რომ ძალიან გადასხვანაირებული აქვს, მაგრამ ეხლა ვნახოთ ოსკარებზე, როგორც მახსოვს, მაინც ადაპტირებულ სცენარში არის ნომინირებული. იმიტომ რომ რაღაცა არ ინსპირირებული, ორიგინალ სცენარში მაინც არ არის სამართლიანი, რომ გაიყვანო. რადგან გახსნილი მაქვს IMDb-ზე გვერდი, 13 ნომინაცია მოიპოვა ამ ფილმმა წლევანდელ ოსკარებზე, რაც შესაძლოა სინერსთან შედარებით არც თუ ისე ბევრია, მაგრამ მაინც ბევრია. იმიტომ რომ როგორც მოგვეხსენება სინერსმა, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ გამოვიდა მაშინ და ამიტომ გადადის ნახეთ ეს განხილვას თუ არ გინახავთ. წავიკითხოთ, ხა რა ნომინაციებია. საუკეთესო კასტინგი, რაც ახალი ნომინაცია ოსკარებზე და ძალიან საინტერესოა, რომ ამ ფილმმა 4 სხვა ფილმთან ერთად რაღაც ისტორია შექმნა თითქოს, იმიტომ რომ მაინც პირველი ნომინაცია. საოპერატორო ნამუშევარი, საუკეთესო კომპოზიცია, ხმა, საუკეთესო კინოსურათი, რა თქმა უნდა, რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი კაცი მთავარ როლში, საუკეთესო მსახიობი კაცი მეორე ხარისხოვან როლში. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე, როცა ერთი ფილმიდან ორი ადამიანი ხვდება. მსახიობი ქალი მეორე ხარისხოვან როლში, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო production design-ი, საუკეთესო მონტაჟი. აი ეს არის ამ ფილმის 13 ნომინაცია 2026 წლის ოსკარებს. მოდი ახალი ნომინაციით კასტინგით დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ ფილმში ერთ-ერთი ზოგადად პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში სამსახიობო ხელოვნება არის ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე. და რა თქმა უნდა, ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ყოველთვის ძალიან ტოპ მსახიობები ყავს, მაგრამ თუ რეჟისორმა არ შეკრეს ყველაფერი და თითოეული მსახიობი ესე არ დაუქნია თითი, რომ აი დღეს შენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყოს, ესე რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ გვინახავს კარგი მსახიობების ცუდი თამაშიც, ან უბრალოდ რაღაც როცა როლთან თანხვედრაში ვერ მოდის, ანუ რაღაცა არასწორად არის იმ როლისთვის შერჩეული. ამიტომ მგონია, რომ ეს კასტინგის ნომინაცია პირველ რიგში ხო ძალიან მაგარი დანამატია. დემედია შემდეგი წლიდან კიდევ ერთი დაიმატება სტანთები. ხო, მაგას ხო. იმიტომ რომ ეგენიც მსახურებენ. არა ხო, ირას ტყოდი ამ ფილმის კასტზე, იმიტომ რომ ეს ნომინაცია რომ ნახე, რომ ეს ნომინაცია ქონდა აღებული ფილმს, აი მეთქი ხა აბა როგორ წავა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ლეონარდო დიკაპრიო რო უყურებ, ანუ სულ სხვა რაღაც, მე ყველა შემთხვევაში ეგრე ვარ, სულ სხვა რაღაცას მოველი ხოლმე, სხვა მსახიობებისგან, სულ სხვა რაღაცას მოველი და დიკაპრიოსგან სულ სხვა რაღაცას, იმიტომ რომ იმდენად სხვადასხვანაირ როლებში მინახავს ეს ადამიანი ბავშვობიდან, რომ ანუ ყოველთვის განსაკუთრებულ რაღაცებს მოველი ხოლმე. ამ ფილმში როგორ დამანახებენ ანდერსონი, როგორ დამანახებს დიკაპრიოს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ აი თვითონ პერსონაჟები როგორც იყო დაწერილი, არა მხოლოდ როგორც სამსახიობო ოსტატობით ყავდა მაგრა შერჩეული ეს მსახიობები, ან ფიზიკურადაც ძალიან მაგრა ყავდა შერჩეული. ძალიან სრულყოფილები იყვნენ, ჩემთვის პირადად ეგრე იყო და პირველ რიგში აუცილებლად მინდა ვახსენო ტეიანა ტეილორი. ეს ქალი არ მახსენდება სხვა არც ერთი ფილმიდან, არ მახსოვს რომ ნანახი მყავს. ამ ფილმში ნახე და აი ასე
ან პერსონაჟი ისე მაგრა იყო ჩამჯდარი, ისე მაგრამ უხდებოდა ამ პერსონაჟს, აი ძალიან მაგრა დაინახა, ძალიან მაგრა შეარჩია. ეხლა მაგიტომ მინდა რომ ამ ქალის რამე 1-2 ფილმი კიდევ ვნახო, რომ როგორც მსახიობი ძალიან ცოტა დრო აქვს, ანუ ხო საეკრანო დრო აქვს ძალიან ცოტა. პირველი 20 წუთი ჩანს მე მგონი მაქსიმუმ 25 და მე მორჩა ქრება. მაგრამ რაღაც თითქოს მთელი ფილმი მაინც დაყვება რა, ან მაყურებლის გონებაში რჩება რა, ანუ ის სახე რაც შექმნა. კი, აი ყოველ წამს ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა. აი ყოველ წამს გაქვს მაგის მოლოდინი, როდის შემოვა ეს პერსონაჟი, კიდე როდის დაინახავ, კიდე როდის დაბრუნდება და ის კითხვა რაც იყო რომ კასტინგი მე ვთვლი რომ ეს ფილმი ძალიან ღირსეულად არის ნომინირებული ამ ნომინაციაში. მეორე ხარისხოვანი კი არა, რაღაც ეპიზოდური, მესამე ხარისხოვანი, აი მაგალითად ის კილერი, თეთრი მანქანი. იგიც კი აი ყველა ძალიან მაგრა იყო შერჩეული და პოლ ტომას ანდერსონსაც იქ აქვს რომ სტარები სუყავს. არიან რეჟისორები, რომლებიც იყენებენ ვიღაც მსახიობს, იმიტომ რომ იცის რომ ძალიან იჭიერი მსახიობია და მოდი ეს კარგად გააკეთებს რამეს, მაგრამ აი მაგაზე სულ მახსენდება ხოლმე ამსტერდამი, სადაც ერთმანეთზე უკეთეს მსახიობები არიან, მაგრამ ფილმი ანუ არ ვარგა არაფრით. კარგი მსახიობი მაშინ არასრულებს კარგად როლს, როდესაც იცის რა უნდა რეჟისორს. როცა რეჟისორი გეუბნება რომ შენ კაი მსახიობი ხარ და აბა შენ თვითონ მოიფიქრე და ანუ ეგრე არ არის რა. ანდერსონიც სულ ისე ირჩევს ხოლმე მსახიობებს, რომ აი ზუსტად იცის რატო უნდა ეს მსახიობი. კარგი შედარება იქნება მეორე ანდერსონი რომ მოვიყვანოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო ფილმებში მან რამდენი სტარია ეგრეთ წოდებული და ყველა ძალიან მიყვარს და ყველას ძალიან კარგი მსახიობად ვწევ, უმეტეს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ყველა ფილმს რაც ამ ბოლო დროს ვუყურებ ეს ანდერსონისას, ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აი უბრალოდ სტარები მოყარა ერთად და რაღაც აი აჯაფსანდალივით იყო. ანუ რაც გამახსენდა ამ ფილმზე, კაი ხანია პოლ ტომას ანდერსონის ფილმი არ მინახავს და ეხლა ეს რომ ვნახე, სკორსეზი გამახსენდა, იმიტომ რომ აი სკორსეზის ხო აქვს თავის ხელწერა, მაგრამ ზოგიერთი ფილმი აქვს ისეთი, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი არის მისი სტილიდან, ანუ კომფორტის ზონას ტოვებს ხოლმე თვითონაც, აი თუნდაც შათერ აილენდი, ხო? რაღაც კაი ხანი მეგონა რომ ნოლანის ფილმი იყო, პირველად რომ ნახე ეს ფილმი, მე მგონი რომ ნოლანის ფილმია, იმიტომ რომ ძალიან რაღაც უფრო იმის სტილის იყო და მე ეს მარტინის ფილმია, პოლ ტომას ანდერსონიც ასეთია, თავის ხელწერა აქვს, მაგრამ ამ კომფორტის ზონიდან შეუძლია ხოლმე გამოსვლა. ეს ფილმიც არ შემიძლია ვთქვა, რომ აი როგორც კი რო უყურებ ეგრევე მიხვდები რომ პოლ ტომას ანდერსონია, თუმცა რასაკვირველია თავისი კალიგრაფიით აქვს ნაწერი, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს ფილმი ეგეთია. მგონია რომ ანდერსონის ხელწერა უფრო წერაში გამოიხატება ვიდრე ვიზუალურ ენაში. ანუ მე მგონია რომ დიალოგებში და ტემპში და აი უფრო მაგ მხრივ უფრო გამოიხატება ვიდრე ნუ ხო არიან ისეთი რეჟისორები, აი მეორე ანდერსონი ხა ძალიან, რომელსაც ანუ შეხედავ და ვიცი ვინც არის. მოდი ვილაპარაკოთ პოლ ტომას ანდერსონზე როგორც სცენარისტზე 1-2 წუთი. დიალოგები ცალკე მაგ გამოყოფილი, იმიტომ რომ რაღაც არაჩვეულებრივი დიალოგები აქვს ყოველთვის. მისი დიალოგები აი ზუსტად ასეთი ძალიან პირიქით ამარტივებს, ოღონ ამარტივებს, იმიტომ კი არა რომ მაყურებელი ჩერჩეტი გონია. ანუ ეს სიმარტივე არის, იმიტომ რომ არ უნდა რამე ფუჭად გამოიყენოს. და არა იმიტომ რომ წელწელ ლაპარაკი არ შეუძლია. ერთი რაც მინდა აუცილებლად აღნიშნო არის ის, რომ აი რაღაცები ჩანიშნული რომ აქვს მაგალითად სიუჟეტში და სცენარში, იგივე რაღაცა მაქვს ჩანიშნული მაგალითად რომელიმე მსახიობთან, ჩანიშნული მაქვს მაგალითად მონტაჟთან, ანუ ერთ-ეგივე ეპიზოდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანის პროფესიონალებს ისე მაგრა აჩვენებს რაღაც 3-წამიანი, 4-წამიანი ეპიზოდები, რომ აი მარტო მაგითაც შეიძლება მიხვდე რა მაგარი ნამუშევარია რა. ტემპს რა თქმა უნდა რა ქმნის კინოში მონტაჟი, ხო? აქ როცა მაგ სიტყვას ვახსენებ, დიალოგიც მოიაზრება სახიობის სიცოცხლეს, სხვანაირ ცოცხალ ორგანიზმს, რავი. თვითონ პოლ ტომას ანდერსონის რაღაც ინტერვიუებს რომ მოვუსმინე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მიყვარს მაგ ადამიანის ფილმების ყურება, ძალიან მიყვარს მაგ ადამიანის მოსმენაც, იმიტომ რომ აი რო შეხედავ რეჟისორია რა, აი გიждები მაგის წინდებზე ხოლმე, ანუ ძალიან რეჟისორული წინდები აქ არ ვიცი და ძალიან რეჟისორულად აცვია ხოლმე, ანუ ეს ხუიოთ ბლოკბასტერის რაღაც მახასიათებლები შინაარსობრივად და სიუჟეტურად აქვს. და ესეთი რაღაც ახსენა, რომ მარველის ფილმებიო, მე მგონი ყველას უყვარსო თუ რაღაც, იმიტომ რომ აი შენს 9 წლის შვილთან ერთად რო უყურებოდა იმისთვის, რომ საუკეთესო რაღაც არის და აი ესეთი რო ზისო და ეს თავის
სკამს რო ჩაფრენილიაო და ყოველი წუთი რო აინტერესებსო, ეგეთი ფილმებიაო და ანუ თითქოს ის თქვა რომ ეგეთი ფილმის გადაღება უნდა და იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო მოდი ვთქვათ ნახევარი საათი შეიძლება მეტი არის ძალიან ექშნით დატვირთული, ანუ შეიძლება როგორც მარველის არა, მაგრამ აი უფრო რაღაც ჰოლივუდური ექშენი. ხო რა, ანუ ფორსაჟის ექშენს უფრო გავდა ბოლოში. ხო, ეს crazy მომენტი იყო რაღაც. სხვა ფილმებს რო შევადაროთ, უფრო მარტივი სიუჟეტია, ვიდრე ჰოლივუდური ექშენი, იმიტომ რომ დანარჩენები ეგეთი, ანუ სტანდარტული ჰოლივუდური ექშენი. კი, დანარჩენები არის, ხო, ანუ ტემპიც იქ უფრო ხო, ნელია და რაღაც ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევს და აქ ამოსუნთქვის საშუალება თითქოს საერთოდ არ გაქვს. მაგრამ ამ ფილმშიც სხვადასხვა, ანუ რაღაც იცვლება რა, ასე ერთიანი ტემპი არ აქვს. ეგ როგორც ვთქვი, ბევრს არ მოეწონა და ძალიან დაუწუნეს, რომ ერთიანი ტემპი არ აქვს. პირიქით, ანუ ეგ არის მაგარი. თემატურად არის ისეთი, რომ აი ძალიან გადათავისუფლებული ადაპტაცია, იქიდან რაღაცები აქვს ამოღებული, პლუს ამას ამატებს ამ თანამედროვე პრობლემას, რაც არის იმიგრანტების პრობლემა და მათ მიმართ დამოკიდებულება. და პერსონაჟები, სხვა შორის ეგეც იყო, რომ ბევრი პერსონაჟი ძალიან აღარ იყო განვითარებულიო და ეგ მაგაში ვეთანხმები, რაღაც პერსონაჟები ისე დარჩნენ, რომ არ განვითარებულან, ვინც აინტერესებს ყველაზე მეტად, ის ჩანს. ანუ 100 პერსონაჟი რო ყავს, 100-ს ასე მე ყოველ შემთხვევაში ამან არ შემაწუხა. ვეთანხმები, რომ კი ყველა პერსონაჟი 100 პერსონაჟი რო ყავდა 100-ს განვითარებას რო შეეცადნენ, მაგიტომ ვერ განავითარეს ერთ-ერთი ეს უბრალოდ ტემპს საერთოდ მეც არ შევუწუხები, ამიტომ ძალიან გამიკვირდა ეხლა. ერთადერთი რაზეც შეიძლება ვთქვა, რომ შემაწუხა, იმიტომ რომ ზოგადად ანუ რაც ჩავიწერე, ეგრევე ის იყო, რომ 3 საათიანი ფილმია, რა თქმა უნდა, ანუ მე მგონი ყველა ესე ვართ, რომ ვხედავთ, რომ 3 საათიანი ფილმია, ცოტა ისე განვეწყობით ხოლმე, რომ აი ახლა ვითომ აი 3 საათი რა იქნება, აი რატო არის 3 საათი და არა დაუშვათ 2. საერთოდ არ იგრძნობა რომ 3 საათიანი ფილმია, რა მე პირადად არ მიგრძნია, მართლა ანუ ის რომ მომეცემ დაგვალაიქა. თქვენს დაგვალაიქეთ ფილმის, აი რომ ნახე და მე რომ გავიასრე რაღაცები, მე უფრო შევწუხდი ამით, რომ აი რეჟისორის და სცენარისტის შესაბამისად ტონში იყო თითქოს რაღაც ძალიან დიდი ნახტომები. აი სატირულად უყურებს ძალიან ბევრ თემას, ანუ მაგალითად თუნდაც ის ლოკჯოუ სადაც მიდის ის ჯერ სახელი რა არის მაგისი ამერიკელი რაღაც Christmas Adventurers თუ რაღაცა მე მინდოდა რომ აი უფრო მიწოლოდა მაგ სატირას რა სხვა მხარესაც, იმიტომ რომ თითქოს გასაგებია რომ მაგათ არ ემხრობა და გასაგებია რომ ამ ხალეს უფრო ემხრობა, თუმცა რაღაც მომენტებში რევოლუციონერებსაც ძალიან ამაიმუნებს და ეგეც ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ რადიკალიზმი რა თქმა უნდა არც ერთგან დაარსად არ არის კარგი. უფრო ზოგადი ტონი რო ყოფილიყო ეგეთ სატირული და არა მხოლოდ აი ის მომენტები გამოკვეთილად, როცა აი იმ სასტავზე იყო ლაპარაკი, მგონია რომ უფრო ძლიერი მესიჯი იქნებოდა. თითქოს ეს რაღაცა სუსხო პლანეტაზე ხდება და ეს რაღაცა სუსხო პლანეტაზე ხდება. მაგრამ ამათი ერთიანი რაღაც ძაფი დამაკავშირებელი არის შონ პენის პერსონაჟი. სადაც შონ პენის პერსონაჟი ლოკჯოუ რევოლუციონერებთან ეს სუსხვანაირია და აქ სუსხვა ტიპი იჩითება რა, ანუ მაგ მხრივ პირიქით მე უფრო მომწონს ჩემთვის ეს სუბიექტური სახე ძალიან ისა. ხო, თვითონ პერსონაჟი ანუ იცი როგორც კარგად ეხმარება ძალიან ერთნაირი იყო. იმ ხრივ რომ ანუ ხო უბრალოდ სხვადასხვანაირად იქცეოდა ანუ იმიდან გამომდინარე რომ იქ ძალიან უფროსის ის ეჭირა ვითომ რომ აი რაღაც იმათზე უკეთესია და იქ კიდე დასამტკიცებელი ჰქონდა და ანუ რაღაც აი ეხა კინოა რაღაც აი თქვი რაც გინდა პრომიაკ აი მიწერია მართლა თამს უდის იყო სცენარი მაგიტომაც იყო ძალიან მრავალფეროვანი რა, არა მხოლოდ თემატიკის თვალსაზრისით იყო მრავალფეროვანი. ზუსტად ის რომ არის სატირა, არის შავი იუმორი, არის დრამა, არის ექშენი, ანუ ძალიან სავსეა. მაგიტომაც იყო ალბათ ეს ბლოკბასტერი, მე არ მინახავს ინტერვიუები, მაგრამ შეიძლება ის ბლოკბასტერებზე, იმიტომ რომ ბლოკბასტერის თავარი ამბავი ხო ეგ არის, რაც შეიძლება მეტი უნდა მიცემ მაყურებელს, იმიტომ რომ რაც უფრო მეცაძე, მით უფრო აინტერესებს მეტ ადამიანს და უბრალოდ აი ხა ის რო ახსენეთ თქოს სხვა პლანეტა იყო.
ყველაზე მეტად მიიქცია ყურადღება იქ underground-ში რო ჩადიოდნენ ხოლმე ეს კლუბის შეხვედრების და რაღაცა და ეს საშინელი ყვითელი განათება რო იყო. ანუ მაგან არ შეგაწუხა მე პირადად შემაწუხა და არ ვიცი სავარაუდოდ რაღაც ქორწილი თუ რაღაც ხო აი ისეთი ყვითელი რო ვთქვი აი რაღაც აი ბაზარი არ არის ხოაზე ხა brat you know brat ეგრევე რო თვალში გეცემ ეგეთი კიჩურობა კი არ არის აი ზუსტად რომ გაწუხებს და მე უნდა დაფიქრდი აი რატო შემაწუხა და ეგ ყვითელი განათებაც და ეგ ზოგადად ძალიან უშნო განათება რომელიც ასაკვირველია იმის გამო არ იყო რომ განათებლები ვერთა იქირავეს და სპეციალურად იყო ზიზღი რო გამიჩნდა ამ დიდრების მიმართად ვისაც არ ვიყვარს დიდრები მაგრამ ეს არ ჩავსვათ შეიძლება დიდრები უყურებდნენ ამას და შეიძლება უნდა ჩვენი გასპონსორება უბრალოდ ეს უნდა ვახსენო და ბოლო მანქანებით ფორსაჟული მომენტი რო არის მანქანით რო სტევან ერთმანეთსა ჯერ როგორი გზები იყო ძალიან საინტერესო ლოკაცია იყო არჩეული ესე ანუ რაღაც აი მართლა ვიდეო თამაში გეგონდებოდა ხო ეს ატიპოო იუილო კამერა რო აი რაღაც თითქოს ბორბლის დონეზე არის დაყენებული და აი არ ვიცი კინოში რომ ენახა ალბათ საერთოდ კიდე სხვა ეფექტი ექნებოდა, მაგრამ ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ აი ამერიკულ მთებზე ვიჯექი და აი ატრაქციონულად, აი ესე მეც ჩავდიოდი და ავდიოდი. ხო, ანუ რაღაც აი ესეთი რაღაც მომენტში მე დავამუღამე. ხო, ძალიან მაგარი იყო ეგ, აი ძალიან ეფექტური იყო და მართლა წარმომიდგენია კინოში რა იქნებოდა, აი ხედები, მუსიკა, კამერის მოძრაობა, მონტაჟი და თვითონ ეს მანქანების სვლა, ანუ მანქანების სვლა კიდე სხვა რაღაცა არის. ერთად რო გეყრება და აი ძალიან დიდ ეფექტს ახდენს რა ლოკაციას აქვს ძალიან ძირეული მნიშვნელობა, მაგრამ აი იდეალურად არის შერჩეული, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგ რო ჩვეულებრივ სწორ გზაზე ყოფილიყო, თუნდაც ანუ მიხოლ-მოხოლ გზაზე, მაგრამ სწორი რო ყოფილიყო რა. აი ესეთი გზა რაღაც სიახლე შემოიტანა ამან რა. განსაკუთრებით ის გოგო რომ მართავდა და ის რომ მიდიოდა უკვე, იმიტომ რომ იქ ხო მე პლუს კიდე ორი ის მანქანა ხო ემატება და ანუ ეგ ხო კეის არის და ხო ანუ უბრალოდ აი მომენტში ლოკჯოუ რომ მიდევს. აი მაგ მომენტში და იცია, ვაი მე ხა ხო არ ამოვა არც ერთი აი ეს მომენტები იყო ყველაზე სიგიჟე, სადაც არც ერთი მანქანა არ ჩანს. იმიტომ რომ დაბლა აი ეგ მომენტები იყო, რა ხდება რა არა აი და მე რეალურად ანუ მაგ გზას იყენებს, ანუ მაგ გზას იყენებს იმისთვის, რომ დაამარცხოს ის ვილა. ხო, აი ეგ ძალიან რაღაც იყო. ეგ მასა ძალიან მაგარი. ის გამახსენდა აი მაგ მომენტზე უბრალოდ სახელი ილბერგის ფილმი გამახსენა, ზუსტად ეგრე, როად ხო, როად მუვი არის ოღონდ ის და აი მაგ მხრივ გამახსენა, იმიტომ რომ სვეგეთ ასე ჩაღმოვება და ის არა, მას მოხოლ გზები რაღაც ის არის და ეგრე ერთი მეორეს რომ მიდევს და მერე ის რომ გახდება მდევარი და აი ეგ ის მეგ დაძაბულობა იქ რაც მქონდა, მაგრამ მთელი ფილმი ამაზეა და საათნახევრის განმავლობაში თუ 2 საათის განმავლობაში ეჩვევი და მერე შენ სხვანაირად ვიყვები და აქ ისე უეცრად მოდის, იმიტომ რომ ამას წინაპირობა აქვს იმ ხერა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბოლო სცენა არის. ფილმი რო ბევრს პირდება და მერე კულმინაცია რო ვერ ასრულებს ამ დაპირებებს და აქ არ არის ეგრე, ანუ აქ ჩემი აზრით კულმინაცია ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ამ ფილმის, თუ საუკეთესო არა, როგორც ექშენ ფილმის. მაშინ ცირად მე მგონი მე ვიფიქრე, აი მან ვერ გადავწყვიტე როგორ ვარ მე თვითონ სულ ბოლოს როგორც თავდება ფილმი. კარებს რო გაიჯახუნებს და გადის რაღაც ცოტა ისეთი ძალიან ესეთი ჰოლივუდური ბანალური. ხო, აი ძალიან ეგეთი ის იყო რომ გადის და მგონი რაღაც ხუმრობასაც ეუნება, ზუსტად არ მახსოვს. ანუ რაღაცნაირად გაიხურავს, გამოიხურავს კარებს და დინგლი. ხო და მაგრამ ანუ ვისწრებილო იყო. არ შემაცხვის გადაღებას რო ცდილობს, ანუ იმიტომ რომ აი კომიკური მომენტები ძალიან კარგი იყო მართლა, ანუ ძალიან იშვიათად მეცინება ამერიკული იუმორზე ზოგადად, ანუ ვერ ვუმუღამებ ამერიკული იუმორს, მაგრამ ამ ფილმში ძალიან ბევრჯერ ხმამაღლა გამეცინა, აი ხმით გამეცინა. ეგეც ძალიან ჩემთვის ბანალური იქნებოდა. ერთ-ერთი, ანუ ჩემთვის იუმორი მაგ ეპიზოდს კიდე იმას შემატარო, ლეონარდო დიკაპრიოს ასწავლის როგორ გადაიღო სელფი ადამიანს, რომელიც ანუ ყველა თავისი მეგობარი ვინც არის, იმაზე დაცინის, როგორი დამოკიდებული არის გაჯეტებზე. ხო, ანუ ამ ბოლო ეპიზოდზე მაშინ მე ვამბობ, რომ ანუ შენც ეგერო და ბანალურ დასასრული ქონდა.
კი. მაგრამ აი მან ვერ ძალიან თვალში მოხდა, ძალიან შესამჩნევია, შეუძლებელია რომ ვერ იგრძნო ეგ ბანალურობა, ანუ რა თქმა უნდა მესის საგზავნისო რევოლუცია არასდროს არ ან წინააღმდეგობა არასდროს არ შეწყდება, იმიტომ რომ მომავალმა თაობამ რაც წარმოადგენს ვილა გააგრძელა ეს წინააღმდეგობა. დავინახე რომ ძალიან ბანალური და ის არის, მაგრამ არ შემოწუხდა. იმაზე ვფიქრობ, რომ სხვა მომენტში ცოტა სხვანაირ განწყობაზე რო ყოფილიყავი, რომ ენახა შემაწუხებდა და ვიტყოდი რომ ეს ცუდია. მე მგონია რომ ვთქვით რომ ფილმი თვითონ იმდენად ამერიკული, ჰოლივუდური ექშენ ფილმია. პერსონაჟებს დავიწყოთ მე შეასფიქრე. დავიწყოთ. აი. ჩემი ფავორიტი პერსონაჟი ფილმში არის ბენისიო დელ ტოროს პერსონაჟი. რასაკურველია მისი ცეკვით. სხვადასხვა ეპიზოდები ხომ მქონდა ნანახი როგორც კი გამოვიდა ფილმი, აი შოპენის გამოც, რაღაც დიკაბრიოს რაღაც ეპიზოდები რო იყო ის რა ქვია, პერფიდია რო ურსული იარაღსის მაგის გამო ეგეც ძალიან მაგარი სცენარი იყო, მაგრამ აი ეგ ცეკვის ვიდეო რო ნახე, მომინდა აი როგორც ზაფხული ნაყინი რო გინდება და რაღაც შოკოლადი რო გინდება, ისე მომინდა ამ ფილმის ნახვა აი ამის გამო, აი ეს არის მაგარი მსახიობები აკეთებენ ასეთ როლებს, იმიტომ რომ ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ძალიან დრამა და ტრაგიკული მსახიობი გააკეთო, იმიტომ რომ ასე როგორ უნდა გააკეთო ეს პერსონაჟი, ამას გასწავლიან. ასეთი პერსონაჟები არ ისწავლება. რამდენი წინადადებას ამოსცლიან ამ ფილმში. მაგრამ ძალიან დაუვიწყო პერსონაჟს აკეთებს. ანუ ასეთი მსახიობები არიან ძალიან მაგარი მსახიობები და ასეთი პერსონაჟები არიან ძალიან მაგარი პერსონაჟები, რომელიც სულ გემახსოვრება რა. ან სენსეის და ლოკ ჯოუს პერსონაჟის შედარება არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და მსახიობებიც, იმიტომ რომ ორივე ნომინირებულია ერთ ნომინაციაში და აქ ვხედავთ, აი გვერდ-გვერდო დავაყენოთ, აი ძალიან დიდ განსხვავებას კომიკურ პერსონაჟს და სატირულ პერსონაჟს შორის. იმიტომ რომ ლოკ ჯოუ არის სრული სატირა, он თვითონ არის ის რომ სატირა არა თქმა უნდა თავისთვის ძალიან მაგარი ტიპია, ხო? მართლა, ანუ იდეალურად ჩანს მე მგონი, რატო გვიჩდება ერთის მიმართ ამხელა სიმპათია და ანუ მე არ მინახავ ჯერ ვინმეს ლოკ ჯოუს მიმართ სიმპათია გაშოდეს იმის პერსონაჟის გამო და არა მსახიობის ხო? სენსეი არის. ან მართლა სენსეია. ყველა სცენას იპარავს. იქ გადავიხარხარე კიდე ძალიან ლეონარდოს პერსონაჟი ბობი რო ამბობს ვილა ლა რევოლუციონა როგორც ხაბირის ანუ რომ გადის და მე უკარო შემოდის და ხელი ანუ აი ფეხები როგორ დგას ფეხები როგორ მაგათი დუეტი სენსეი და ბობი არის აი მე საერთოდ თავიდან არ ველოდი რომ ეგენი რაღაც დუეტი იქნებოდნენ ამ ფილმში რა უფრო მეგონა რომ არ ვიცი როცა დაიწყო რომ მეთქი სხვა ის რა ჭკვიანური იყო უბრალოდ ის რო გადააგდო არა ისინი რო ჩაუტენა ჩანთაში ლუდის ბოთლები იმიტომ რომ თავიდან მეთქი ხარ რატო უტენის ამ ჩანთაში და მე რომ მივხვდი რომ პოლიციელს რო უთხრა რომ პოლიცია რო ეუბნება რომ რა გადააგდეო რა და ლუდის ბოთლი გადავაგდეო რო უთხრა და ანუ იმის თვის ჩანთაში რო არ ჩაეტანა ხო მანქანაში ექნებოდა ისევ და აღმოუჩენდნენ ამას და ტყუილში წაიჭერდნენ იმასთან ერთად რო ისე თვითონ მართლა ლუდის ბოთლი გადააგდო ძალიან გენიოსი და გენიოსი. ბენისიო დელ ტორო ძალიან ღირსეულად არის ნომინირებული ოსკარზე და საერთოდ ყველა ნომინაციას არსებობს. საუკეთესო ქალ მსახიობშიც რო ყოფილიყო ნომინირებული, მაინც ღირსეულად. თავიდან რა მეგონა, თავიდან რა მე რაღაც პერიოდი რო გავიდა და აი ლუდის სცენები და ეგენი რო იყო, სანამ გადააგდებდა ამას მონთაჟში სადაც არის. რუსხედან ლაპარაკობენ. მეგონა რომ ბოლომდე გაყვებოდა რა ბობს და ანუ ვილას დახსნაში დაეხმარებოდა, იმიტომ რომ თავიდანაც ის ვილას რეალურად ხო მაქსენით ვეცნობით სენსეი რო ავარჯიშებს და რაღაც და მეთქი აი ძალიან რაღაც მენტორული დამოკიდებულება აქვს ამ ვილას მიმართ და რაღაც და ბოლომდე გაყვება თქო, მაგრამ მე ძალიან ხო და სხვათა შორის ეგ რო თქვა რომ ჩემი ამბავი აქ სრულდება და შენი გრძელდება, ჯერ მათხოვ კი არა არ სრულდება. ჯერ ხო მათხოვ ძალიან შემეშინდა რომ მეთქი ახლა ამას რამე არ დაემართოს თორემ მე თავს ამოვიყირავ ანევრიზმა რაღაც ან მეთქი რა ხდება და ზუსტად მაგას ვხვდი რომ კი არ მეგონა რომ ბოლომდე გაყოლოდა, მინდოდა რომ ბოლომდე გაყოლოდა. თორე არ უნდა გაყოლოდა, ანუ არავის ხო არა არ უნდა გაყოლოდა, მაგრამ ეგ არის გვინდოდა რომ რა შეიძლება ბოლომდე ყოფილიყო. ზანაფორი აქებული რო არის ლეოს პერსონაჟი ბობი და რო დახო ეს ის რომ გიჟევით დახოხავს და იმას ძალიან ხალიშაზე ფეხებიც რო გადადიხარ. ეგ იყო
და აი მაგაში ძალიან chill რო არის, ანუ იმიტომ ის აი როგორ მაგარიმოში ცხოვრობს და ეს რო ძალიან გადარეული გონია რომ ჩახრიტავენ ხა ამას კაცო ამ დახრა ტყუიების ქვემოთ იზინებს bro იმიტომ რომ ძალიან აი ეგ ფეხი არ დაადგავ აი მანდაც პიროვნება რა მაგრა ჩას პერსონაჟის რომ აი მართლა სენსეია რა ლოკ ჯოუს ვახსენოთ და აი ეს განცხადება თუ ძალიან თავმია იქნება მაგრამ თუ არის იყოს იმიტომ რომ არ მაინტერესებს იმიტომ რომ ეს არის ჩემი დამოკიდებულება მე რაც კი ამ კაცის ნამუშევრები მინახავს ჯერ ხო მისი პერფორმანსებიდან გონია რომ არის საუკეთესო და მეორე აი ასე შესრულებული არ მინახავს რამდენი ხანი აი ტოპ-ესებში დავაყენებდი ძალიან მაგარი მსახიობი ძალიან მაგარი პროფესიონალი ეგ ხო გასაგებია ანუ ეგ ხო ყველა მიცის მაგრამ აი ესეთი პერფორმანსი არ ვიცი რა აი მაგრესი პერფორმანსი იყო ძალიან ახთოვანი მინდა რომ ვუყურო ამ პერსონაჟს იმიტომ კი არა რომ კარგი პერსონაჟი იმიტომ რომ ეს ისე აკეთებს რომ ამას მინდა რომ ვუყურო მეც ვინ გამახსენა სებასტიან სტენის ტრამპი ან მართლა არ ვიცი ეს გამიზმულად იყო რომ რაღაცებით ტრამპი გამახსენა თუ რა იყო მაგრამ აი ტუჩების მოძრაობა იმიტომ რომ მახსოვს რომ იქ ძალიან ბევრი ველაპარაკეთ ტუჩების ტუჩების მოძრაობაზე იმიტომ რომ ნუ ტრამპს აქვს ეს ციკი ამასაც ანუ რაღაცნაირი აი ეგეთი ციკი ქონდა რა სახეზე აი ტუჩებზე ბევრი ეგეთი ტიპისგან იქნებოდა ინსპირირებული მაგისის მაგრამ აი ტუჩებზე პირველი რაც ჩავიწერე ზუსტად ეგ იყო მეთქი აი ეგ ტუჩები ტუჩები იმიტომ რომ ერქიდია რომ შემოდის და რომ ელაპარაკება და აი ტუჩს რას უშვებ და მე ერთ მომენტში რო უყურებები და ნერვები გეშლება. გული გეროვი საზღარი ადამიანია და აი ერთი მომენტი იყო უბრალოდ აი მან ძალიან მეთქი აი არ სიარულიც, მაგრამ სიარულზე შესამჩნევი და ის სახის მიმიკები არა. მიმიკით უკვე რაღაცას გეუბნებ რომ ძალიან ის იყო. აი ახო აი ამას რო ეუბნება you did not count on me. ამას რო ეუბნება პერფიდია და აი ისე შეხედავს ეს ტუჩები და მე აი მან დაკეთებს მე ენას და იმას ამს oh my god ამოს ოღონ ეგეც ტიტრები მქონდა ჩართული და აი მან რო დაეწერო oh my god და იმიტომ რომ ისე იმაშება ის საერთოდ არ ამოძრაობს ანუ რაღაცნაირად აი აღმოხდა რო ქვია რა რასამ ეგეთი ნათქვამი რო იყო რომ და უკვე რო ხდები რომ აუ ეს დამპარი კომუნიკაცი ამ ქავს რა თვალს უყურებს თუმცა მე აღმოჩნდა რომ ეს ხალი რა ვაფშე რა დღეშია თურმე რა ხდება თურმე ერთმანეთს იმსახურები ხო ჩვენ ამ კომპლექს ქართველები ძალიან კარგად ვეძახით მაგას პატარა ტუტუს ტუტუ ანუ ტურო დავადო კაი მაგრამ ეხა ეს რაც გულისხმობს ხო ძლევამოსილი კაცი ეს არის ძლევამოსილი კაცი რომელსაც ამის ძლევამოსილება რა ვთქვი ხალხი იმორჩილება, ანუ ძალაუფლება და თან ეს აი ცუდ რაღაცებს რო აკეთებს ეს სიამონებს, იმიტომ რომ ალბათ გვაგონებს რაღაც რეალობას. ამხელა ძალა და ყველა რო იმორჩილება ასეთ ადამიანს. მერე რაღაც სექსუალური ფანტაზიები მათი არის სულიად საპირისპირო. ანუ სხვები რო იმორჩილებენ, სხვებს რო იმორჩილებენ ასე გარეთ ჩაკეტილ ოთახში უკვე სექსუალურად ეგ მიდრეკილება აქვს რომ პირიქით ისინი იყვნენ დამორჩილებულები და ისინი იყვნენ დამცირებულები და რაღაც ან გონი როგორი გამოცდილებია გამომდინარე მე ხარ მე ძლევამოსილი მამაკაცი დამიკავშირდით სექსუალურ შავკანიანი ქალბატონები აი ასევე პოლ ტომას ანდერსონს კიდევ იმიტომ ბრავო რაც ანუ არ უნდა იყოს ესე მაგრამ არის სამწუხაროდ რომ არ სახეში არ შემოყვირა რომ ნახეთ ძლიერი ქალი აუ ანუ ხო ხდება რა სამბაი ჯერ ანუ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ მაგრამ ფორმულა 1-მა რომ ნომინაცია მოიპოვა კიდო საუკეთესო კინოსურათში და ჩვენ გავანაწილეთ ეგ იყო ჩემი წლის შოკი ხალხი რომ წლის შოკი იყო ზოგადად რომ ეგ ფილმი არსებობს ზუსტად მაგ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ვთქვით იმ ხალხზე რომ აი ძალიან აი ყურადღება იყო გამახვილებული რომ აი ქალია და აი ნახეთ რა აი ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და დამამცირებელი. ხო, აი ეგ უფრო დამამცირებელია ზოგადად. აქ ერთხელაც არ დაცდომია ფეხი, იდეალური, აი ის იმ სცენარზე ვიყავი ცოტა ისე ორსული რო ისვრის და მეთქი ახლა აქ ძალიან ისეთები არ დაიწყონ რომ აი ბეწვის ხიძე გაიარა, მაგრამ
სრულიად აი ზუსტად ეგ იყო, რომ ეს ქალი იარაღით და მე რა თვითონ საუბრის მანერა და ეს წიხს აი ესე რა იქნევს და როგორ საუბრობს ხო ძალიან ის street talking რაღაც ეგეთ სტილი აქვს და აი მან ხო trash talk-ი და აი მთელი ეს მის ძლევამოსილება და ეს რაში გამო ამას აკეთებს და უცებ სამი კაცი ზუსტად ამ ეპიზოდის მერე ეს ბობი და ეს მეგობრები დანარჩენი რევოლუციონერები დგანან და თვითონ ბობი ეს ძალიან ესე ძლევამოსილებით როდის და აი ესე რომ ტაშს უკრა ბრავო რაღაც აი არც იმათი დამცირება არ ყოფილა და არც ამის ლოკ ჯოუს პერსონაჟი განვითარებას ყველაფერი რა ქმნის პერფიდიას არსებობა ხო მაგით უარი კიდე ძალიან საინტერესო რომ აი ზუსტად რაც ვთქვით არ ჩანს ფილმის განმავლობაში და ყველაფერს რომ მაინც ამ პერსონაჟის არსებობა თუ არ არსებობა რო გადაწყვეტს აი ეგ არის ძალიან მაგარი პოლ თომას ანდერსონის ამ პერსონაჟების ხასიათის და პიროვნებების გამოსახატად როგორ კარგ დეტალებს იყენებს ქუდი რაც გინდა ქუდი ამ იმის რა ქვია პოლკოვნიკის ქუდი რაც გინდა ისააფეთ ვინც გინდა ისაწირა ვინც გინდა ის მოკა ჩემი ქუდი დამიბრუნეო და აი ამაზე უფრო მაგრა პერსონაჟი როგორ უნდა დაგანახოს რამნაირად მოწყობილი თუ არ ვიცი რა ხდება მაგის ტუში ანალიტინიკა ხო უკვე განახებს უკვე აი რენტგენზე უკეთესად განახებს ამ ადამიანის რაღაც შინაგან ყველაფერს ხო და მე თვითონ უკვე ის სასტუმრო სცენა რაც არის ძლევამოსული კაცის ეს რაღაც სექსუალური გარყვნილება ხო ეს რაღაც სინდრომი რაც აქვს აი მან ჩემთვის ეგ იყო რომ ეს პერფიდია რო ქუციფარებს იმის იარაღი აქვს, ხო ყველაფერი დაიბრუნა და კედელთან რო ააყუდებს და რას საკეთებს. ანუ იცი როგორი ის ქონა? აი ძალიან he fuck himself რა ეგ მომენტი იყო. და ზუსტად ეს რაღაც კომპლექსი რაც ჭირს პიროვნულად, აი ამაში ძალიან მაგრა იყო გამოხატული. ანუ ზუსტად ეს ქუდში და იმ იარაღში რაც ასე ითხოვს, საკუთარ თავი ესექსავა ამ კაცს რა. ამიტომ ძალიან საინტერესო და ერთი ეპიზოდი კიდე უნდა ვახსენო. მათ ლეოც ძალიან აი ზუსტად შეერა თქვის დავიდა რაც ტემპი პერსონაჟის ტემპი მარტო საუბარში არ გამოიხატებაო. ეგ ეპიზოდი იყო ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. ლოკ ჯოუ და ბობი რო ერთმანეთს ხვდებიან მაღაზიაში. აი წეხა ვფიქრობდი ზუსტად აი ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი მაგაზე რომ მე მგონი ბობი და ლოკ ჯოუ საერთოდ ანუ ერთ სცენაში არ ყოფილან თქო და მე გამახსენდა ეგ მაღაზიის სცენა და ძალიან მაგარია ეგ რომ აი ნუ ორი მხარეა და აქეთ თავარი ისაა და ხო ანუ ეგენი არიან რა და ანუ ერთადერთი სცენა რომელშიც ერთად არიან ეკრანზე არის აი ეგ სისულელე ანუ სისულელე იმ ხრივ რომ იცილი ეგეც ის არის ეს თქვა სიახლე ნუ განსხვავებული გადაწყვეტა რაც ჟანრულ კინოს უხდება იმიტომ რომ უფრო მრავალფეროვანს ხდის, იმიტომ რომ როგორც წესი პროტაგონისტი და ანტაგონისტი კულმინაციურ მომენტში ხვდებიან ერთმანეთს და ეს გადამწყვეტი ბრძოლა და ნუ რაც ეგ ჩემ ფილმებში არის ხოლმე და აქ ეგრე არ იყო. You like black girls რო ეკითხება და I love them და ეს I love them იყო მეთქი აი მარტო მაგის გამო 920 ოსკარი უნდა მისცე ალბათ ამ კაცს რომ რამენერად აუნაზღავრო ის ყველაფერი რაც გააკეთა ამ სცენაში. აღფრთოვანებული ვიყავი ეგ ეპიზოდი, ანუ ეგ რო თქვა და უცებ გადის და მრჩება დიკაპრიო, რომელიც აი ზუსტად შერას თქვი პერსონაჟის ტემპი და აკეთ არანაირი ხმა, მიმიკას თითქოს ანუ ისე ერთმანეთზე უკეთესი ეპიზოდები არის, ყოველი მომდევნო წამი არის ერთმანეთზე უკეთესი. ბოლო ნაწილში ზუსტად ეგ მომეწონა, იქ როდესაც წესით და ასე ვიცით და ასე არის ჟანრის კანონი, რომ ბობმა უნდა გადაარჩინოს თავისი შვილი და ლოკ ჯოუ მან უნდა ჩამოიშოროს, უცებ სულ სხვა პროტაგონისტი პერსონაჟი იჩითება და ის იშორებს ამ თავარ პროტაგონისტ პერსონაჟს. ანუ ეგეც ძალიან მაგარი იყო. პერფიდიაზე ხო არ ვისაუბრებ, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან გადაჯაჭვული არის იმასთან, ლოკ ჯოუსთან. ანუ ეს ქალი იყო იდეალური ამ როლისთვის. სხვა მასლა ვერავინ წარმომიდგენია. აქ თავარ მუღამი რაც არის, რომ ლოკ ჯოუ არის რასისტი, სექსისტი ტიპი, რომელსაც ეზიზღება ყველა და ყველაფერი. და ისაუბრა თავის. ამბობთ, მაგრამ ის სცენა იყო ძალიან მაგარი მაგას და ვილას შორის. იმაზე რომ ეუბნება ესეთი მოტკეცილი რატო გაჩვია და I'm gay. I'm homosexual. ამერიკული იუმორზე ესე გამცინებოდეს, აი ძალიან იშვიათად მახსენდებოდა ეს. აი ძალიან გემოვნებიანი იყო აი მთელი ფილმი, აი იუმორის ამ ხუმრობების თვალსაზრისით იყო ძალიან გემოვნებიანი. ლოკ ჯოუ ასეთია, ეს ეზიზღება ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით ეს
არათეთრკანიანები, ეზღება ქალები და რასაკვირველია ის ვინც ეზიზღება უცებ ადგება თავზე იარაღით და აკეთებინებს იმას რასაც უნდა და ესეც გადარეული აღგზნებული აღარ იცის საწავიდეს სადრე. შეარჩია ფიზიკურად როგორი ქალი, ხო? ლამაზი კი არა, არის ძალიან სექსუალური, არის ძალიან აი hot, ცეცხლოვანი ქალი რა, რომელსაც არაცვია არც ისე ხვდები ხა რაღაც. რომელსაც არაცვია. ხო აცვია იმის, რა ქვია, ბობის ტანსაცმელი აცვია რაღაცა და აი ზუსტად იქ ქალი, აი ზუსტად იპოვა, რომ აი ეგეთი ცეცხლოვანი და ძალიან აი მასკულინური ენერგია, ძალიან ფემინური ენერგიაც აქ და თან მასკულინური. აი განსაკუთრებით იგრძნობა ერთი მომენტი უკვე პატარა რო არის, ანუ უკვე ჩვილი რო ყავს და სამივე ერთად რო წევს, აი მანდ ანუ ძალიან აი ქალია რა, ძალიან სრულყოფილი ქალია. აი მაგ ერთ წინადადებაში მანდ რასაც ამბობს პოლ ტომას ანდერსონი არ ვიცი ეს რა, ანუ ჩაკოცნერა ნახა. ხო, ანუ ხშირია შემთხვევა სტატისტიკურად, როცა ქალებს მშობიარობის განსაკუთრებით პირველი მშობიარობის შემდეგ პოსტმშობიარობის დეპრესია ემართებათ ხოლმე რა. აი თავიანთ შვილებზე რაღაცნაირად იეჭვიან, ანუ შეიძლება, ანუ რაც წამიკითხავს იქიდან გამომდინარე ვამბობ. აი როგორ ერთ წინადადებაში ჩადი, აი რო ეუნება, თან ანუ ამისგან არ მოელი ეგეთ აი რაღაც ეგეთ სენსიტიურობას, ხო, ბულწფელობას და რაღაცას, რომ ბავშვზე ეჭვიანობს, აი რაღაც ეგეთი მომენტი არის რა გამოდისო, რომ ჩემ შულზე ვეჭვიანობ, ისე გამოდისო, ეგ მომენტი ხო და თვითონ აი ერთად რო წონან, მანდ ეუბნება რაღაცას, ეგ მახსოვს. ალბათ რომ ენახულდეს იქნებოდა, მაგრამ ეს ახლა გამახსენდა უბრალოდ რომ არა ეგ ძალიან კაი ძალიან აი ხო აი რამ იმის მდგომარეობა აღწერა უბრალოდ ერთი წინადადებით. იცი რამ გამიელვა, რომ ის ფიქრი ხო არ აქვს, რომ ასე ძალიან რო არის ბობი გადართული. შვილზე, რომელიც მის შვილი რეალურად არ არის და პერფიდია მეს იცის. აი იცის, რომ ლოკჯოუშვილია, მე ეგეთ შთაბეჭდილება დამჭა, რომ იცის, რომ ლოკჯოუშვილია და არა ბობის. იცი რა დარჩა ჩემთვის კითხვა, ბობმა გაიგო, რომ მე მგონი არ გაუგია ბობს, თუ ყოველ შემთხვევაში კამერის წინ ანუ არ გვინახავს, რომ ბობმა ლოკჯოუს მამობის შესახებ გაიგო. ეგ რა არ ჩანს. ვივარაუდოთ ხო, მაგრამ აი რაღაც აი თვითონ ფილმში დევს ისეთი მომენტი, თვითონ ის რასაც ამ ვილა რასაც ამობს რა, მნიშვნელობა არ აქვს დნმ-ის ტესტი რას აჩვენებს, მამა ჩემი ის არის და რაღაც თვითონ ურთიერთობა ისეთი და ვილას ლაპარაკის აი რაღაც მომენტში აი ცოტა ბანალურობისკენ რო წავიდა ფილმის ბოლოს ის ვიფიქრე მეთქი ხა არ უთხრას რომ შენ გაჩუ მე ნამდვილი მამაც კი არ ხარ ჩემი აი მე მესმაშინავდა მაგის ხო და რაღაც ეგ არ მოხდა რომ ცოდნოდა ბობს ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ის ორივე ერთად გაიზარდნენ ის გაიზარდა როგორც მამა და ეს გაიზარდა როგორც შვილი თლიან ფილმში ძალიან კარგად ჩანს რომ ბობს უყვარს პერფიდია რა ну გიждდება ანუ მაგის გულია და მაგის სულია ამაჩვენებო რომ უკვე იცოდა აი ეგ იქნებოდა ძალიან მაგარი პლოტ twist-ი რომ ბობმა უკვე იცოდა აი ხო და აი მაგაზე იცი იმიტომ რომ იმას თუ დაუწერა წერილი ხო შეგვიძლია ესეც ვივარაუდოთ რომ ბობსაც რამე დაუწერა უყურე წერილამდე მე იცი რა მქონდა ეგ ფიქრი მე იცი როდის გამიშინდა ლოკჯოურ მაღაზიაში შეხდება იმიტომ რომ ეგ ეპიზოდი ისეა ჩასმული რომ ასე უბრალოდ ვერ იქნება რა მარტო პერსონაჟების პიროვნებას უფრო კარგად განახებს მომენტისთვის არ იქნება ჩასმული იმიტომ რომ ისე ელაპარაკება და თან აი იმ ფრაზას რო ეუბნება ის ქვია რა ჩეიზიო თუ რა ქვიაო სხვა სახელს შარლონიო თუ რაღაც ეგეც ეთყვის ასე ქვიაო ბავშვზე ხო იმის რეაქციები მე როგორ არის მე მგონი შეიძლება რაღაც იეჭვა და მაგიტო მაგრამ იეჭვა სხვა არის და ზუსტად ის სხვა არის ხო ის ძალიან კარგი იყო ანუ ის ჩახუტება აი რაღაც აი თითქოს ბობი რო გახდა რაღაც რამდენიმე წამით ვილას შვილი რაღაც აი შვილივით ჩაიხუტა აწერილის წაკითხვის შემდეგ ანუ თვითონ ვილა მიდის რომ ბობი დაამშვიდოს ანუ აი რამხელა ზრუნვა ჩანს ანუ არ ვიცი ძალიან მაგარი ურთიერთობა აქვს აუ აი მაგ ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო ვილა დამალული როა იქ ხო რომ მოკლავს იმ არამზადას და რომ ვინახარო და გესურიო და რაღაცა მე ვარ და ანუ ხა გასაგებია რომ ეს უნდა მიხვდეს ბობის ხმა და ისნოს რომ ბობია ეუნება მე ვარ ანუ რაღაცეებს ელაპარაკება და მე ვარ და მამა შენ ან მამა ვარო რა
ეუბნება რომ შენ მამიკოა და რომ და უცებ რომ მოდის აზრზე. ეხლა აი რატო ჩასვავდა? აფეთქის მდგომარეობაში თუ იყო რა ხო ისეთ განახებდა საერთოდ ამოაგდებდა მაგაზე პირდაპირ იმას განახებდა რომ უკან დაბრუნდნენ მშვიდობიანად, მაგრამ არა ეგ უეჭველი უნდა ყოფილიყო. ხო, აუ ასიანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ აი ან მამამისი ის არის რა. ნუ ვილაზე ვთქვათ ის რომ ეს გოგო მეგონა რომ სხვაგან ყავდა ნანახი, იმიტომ რომ სახეზე თითქოს მეცნობა. არა, მე მგონი პირველი ფილმი. ხო, მე გადავამოწმე და ეს ფილმი უწერია მარტო და ძალიან სერიოზული მომავალი აქვს ამ გოგოს, იმიტომ რომ ანდერსონმა ესეთი რაღაც თქვა ინტერვიუში, რომ როგორ მიუდექიო ამას, ანუ განსხვავებულად თუ როგორც მაგალითად დიკაპრიოს ისეო და ანდერსონმა ძალიან რაღაც აი humbly რაღაც ძალიან ისე თქვა, რომ მე ხო არ ვიციო როგორია ახალგაზრდა ქალად ყოფნაო და მან იცისო და ამიტომ ძალიან ბევრ რაღაცაში პირიქით მას უსმენდიო და აი ეგეთ რეჟისორებზე ვგიშდები, იმიტომ რომ არ ვიცი, მე მგონია რომ აი ეგეთი რეჟისორები ქმნიან ძალიან მაგარ მსახიობებს. როცა ენდობი და ამ ნდობას აჩვენებ, მგონია რომ მე უფრო 100%-ს დებენ. ხო, რა ხარ როგორც იქნა დავამთავროთ, მე მგონი თათა შენ თუ დამატება. არა, აი არ გინდა დამატურ მარხი მომიწია. აი ხო. გამოგიწერეთ, მეგობრებო. შემდეგი რომელი ფილმი განვიხილოთ, აუცილებლად დაწერეთ, ეს ოსკარებიდან ყველაზე სენსეი. მას მგონია რომ რაღაცებში შეიძლება არ დაგვეთანხმოთ და ამიტომ ძალიან სასიამოვნო არის ხოლმე ყველა შემთხვევაში ჩემთვის, როცა განსხვავებულ მეუნებია რომ არა, მე პირიქით არ მომეწონა რას თქვენ თქვით და არა გეთანხმებით რას თქვით, ხო? ვიკონტაქტოთ. კარგად, აბა. მეილის მიშვებ.